ძველი მიტოვებული რელსები ერთ ლიანდაგიან რკინიგზად გადააკეთეს, რათა მასზე ფუტურისტულმა კაფსულებმა იმოძრაონ. ეს საცდელი პროექტი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში მიმდინარეობს. გერმანიის ამ სასოფლო-სამეურნეო რეგიონში ახალ ავტომატიზებულ და მოთხოვნაზე მორგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებენ, რომელსაც მონოკებს უწოდებენ. ეს იდეალური სატრანსპორტო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია მთელ რეგიონს მოემსახუროს. სოფლად მოსახლეობა არ არის ისე მჭიდრო დასახლებული, რომ აქ ფართო რკინიგზამ გაამართლოს. მონოკები ისეთ ადგილებს ემსახურება, სადაც მოუხერხებელია ავტობუსი და დიდი რკინიგზა. თანაც ამ ტრანსპორტით მგზავრობა იმდენივე ღირს, რამდენიც ავტობუსის ბილეთი. ამ კაბინებზე უკვე ჩატარდა რამდენიმეც და მგზავრი ამ ვაგონს სპეციალური აპლიკაციით იძახებს, რომელშიც თავის ადგილსამყოფელს უთითებს. ინჟინერი თორსტენ ფიურშტერლინგია იმ კონცეფციის ავტორი, რომლის წყალობითაც 10 წლეულების განმავლობაში მიტოვებული ლიანდაგები ისევ ამოქმედეს და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ელექტროსატრანსპორტო სადღეღამისო რეჟიმში აამუშავეს. Was neben der Geschwindigkeit wichtig ist die მნიშვნელოვანი მხოლოდ ის კი არ არის, რომ სწრაფად მიხვალ, არამედ ისიც, რომ სულ რამდენიმე გაჩერება მოგიწევს. ჩვენ საერთო ჯამში დაუბრკოლებელი გადაადგილება და კარგი სატრანსპორტო მომსახურება გვჭირდება. იქნება ეს მატარებელი, ავტობუსი, ველოსიპედი თუ ავტომობილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოფელში ადვილად მიხვიდე ექიმთან და კლინიკაში. Bereiche wie Ärzte, Kliniken. კაბინე 3 ტონას იწონის და საათში 60 კილომეტრის გავლა შეუძლია. თუმცა საინტერესოა მაინც როგორ მოძრაობს და ინარჩუნებს წონასწორობას მხოლოდ ერთ ლიანდაგზე. ჩვენ გარკვეული მექანიზმების კომბინაციას ვიყენებთ. ერთია გიროსკოპი. ყველა მისის ეს პატარა ხის ნაჭერი რაც არის. გიროსკოპი მყარად დგას, როდესაც მას ვაბზრიალებთ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით გაცილებით დიდ გიროსკოპს ვიყენებთ, რა თქმა უნდა. მეორე ფაქტორია წონის ბალანსი. წარმოიდგინეთ დიდი ბლოკი, რომელიც ბუნებრივად მოძრაობს ამ მანქანით. მონოკაბის პროექტის მთლიანი ბიუჯეტი თითქმის 4 მილიონი ევროა. მისი ნახევარი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსეს. ლიპეს გამოყენებითი მეცნიერების ენერგეტიკული კვლევის ინსტიტუტმა ამ თანხის 10% დაფარა. დანარჩენი 40% კი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონის ხელისუფლებამ გაიღო. ლიპეს რაიონი დამოკიდებულია მონოკაბზე, რათა ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდასა და სოციალურ თანასწორობას ამ მხარეში. ჩვენ წარმოადგენთ სასოფლო-სამეურნეო მხარეს, რომელიც 16 ქალაქისა და მუნიციპალიტეტისგან შედგება. ეს კაბინები დიდ ავტობუსებზე მომცრო ზომისაა და მოქალაქეებს იქნებიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები თუ უფროსები, შეუძლიათ ძალიან მოხერხებულად იმგზავრონ ამ ვაგონით სასრულ ადგილამდე. გვჯერა, რომ 2028 წელს უკვე საცდელ ეტაპზე გადავალთ. 2032 წლიდან კი პროექტი სრულყოფილად ამოქმედებდება. მონოკების პროექტმა მიიღო რეგიოსტარის ჯილდოც, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული წარმატებული პროექტებისთვის დააწესეს.